კი, დღეს უნდა გავაკეთოთ სალათები. დღეს არის 30 დეკემბერი. ესეთი გემრიელი საუზმე მაქვს. ყავა და ფახლავა. ფატის და მარიტას გამოსხარი. ასევე ესეთი ანანასი, რომელიც გუშინ დავჭერი. ძლივობით. დილამშვიდობისა ყველას, მოგესალმებით წყალტუბოდან. მოკლედ 30 დეკემბრის დილა. ესე გამოიყურება. დღეს დილით ნაწვიმარი დამხვდა, მაგრამ აღარ წვიმს. დღეს ბევრი საქმეები გვაქვს. გვინდა რომ რაღაცეები დღეს გავაკეთოთ უკვე. მიყვარსო. ახლა შევხვევი. ეგ საახალწლო? ახლა ბებო შეჭამე დღეს რა საახალწლო. რა ქარო სად იყიდეთ? ახლა ხორცვის თანაც ყიდულობთ იმას შევხვევინეთ ახლა. რა ლამაზი ხარ. ახალია. ესე იგი, საახალწლო კიდევ ერთი რეისი, წინა საახალწლო საყიდლები. იმედია მეტი არაფერი აღარ დაგჭირდება. აი ის პანახი, წითელი ფხალი. ყურძენი. ყველანაირი მწვანე ლეული. ასევე კიტრი და ბულგარულები. სალათებისთვის, მანდარინები. ეს რა არის? წიწმატია. ეს წიწმატია? ой, რა დიდი ფოთლები აქვს. კი, წიწმატია სალათი. წიწმატი და სალათის ფურცლები. ჩირიც იყიდეთ? როგორ მიყვარს ესეთი ჩირი? კარალიოკის ჩირი. ძალიან გემრიელია. ეს რა არის? ვაშლი კიდე უყიდიათ. ვაშლი. ხორცი, სამწვადე ხორცი. სოკო უშოვიათ სოკო. შაშან მახსოვს 31-ში ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ წელს ავანაზღაურეთ. ой, რა ლამაზი. ის არის ბულგარული. ივი, ბოლოკი და ჯონჯოლი. ой, ჯონჯოლიც კაია მიყვარს. დღეს ამასობაში უღვება ხორცი და მე მგონი დღეს ოსტრს ვაკეთებთ. კოკო, ლაპარაკი როდის უნდა ისწავლო? როგორ ასწავლია ლაპარაკს? ზოგმა ხო ხანია ლაპარაკებიან, ერთი ლაპარაკები. არა, ერთი და იგივე სიტყვა უნდა თქვა ძალიან დიდი ხანი და ეს უკვე 1 წლის არის და მაინც ვერ ისწავლის. და ეს სიტყვი მაგრამ მანკანისტარება ისწავლა. ხო, ისწავლება იცის. შუმახერაა ჩვენი. და სიარული იცის თითებს ესე. დღეს რა გეგმები გაქვაშა? რას გვიკეთებ დღეს? ეს არა, ეს მაკარონი. აბა ჩაშუშულიო. მეზარება მაგ, ხვალეო. ხვალეო ვინ თქვა? შენ ამბობ. მოთხოვნა როგორ არა? ბაზარზე. აბა ეგ რა არის? მარილი უნდა ხოდე? ეს არის ქაბაბის ბიკენდია საწებელი. კენტიას ხალხი. რომელიც კეთდება ასე. ესე იგი ტომატი ან წყალში ჩავყაროთ ხახვი, მწვანილი, ანუ ქინძი, ნიორი, მარტო ქინძი და ნიორი და გახეხილი, ციცაკა, ცოტა ციცაკა, გემოვნებით, ძმარიც. ძმარი აუცილებელი. ალბათ ერთი სუფრისკოზე ან ჩაისკოზე. გაჩნია რომ ეს გააკეთებ მაგის მიხედვით, ხო. და მარილი გემოვნებით.
ნატალი როგორც ყოფილი. სხვა თავის სამყაროს ისინი აქვს. საუზმეები. ნატალის არ აინტერესებს ეს ჩვენი ისეთი საჭმელები. მამა პაპური ამას თავისი ტრადიციული საუზმეები აქვს და არ ღალატობს. თაფები და ყველიანი მაკარონები. და ჰარი პოტერი. და ჰარი პოტერს უყურებს. პარალელურად. და აი ეს გასინჯი ძალიან ხანგრძლივია. გაგისხა? ტომატი. არჩევ მაგ უკვე დაყურები ზეპირად მაგ დამახსოვრებული, მაგრამ აქ რაღაც იხოდება, მეგობრებო. ლაშას მაინც ლაშას კი ეზარებოდა, მაგრამ მაინც მოვაფიქრებინეთ ჩაშუშulis მომზადება. ასე რომ დღეს გვიმზადებ. დაია, შენ ტელეფონი დაძიკა. შენ ისევი დავიჭერი ხალხს. დღეს გვიმზადებ ჩაშუშულს. გუშინ შქმერული, დღეს ჩაშუშული. ოსტრი, იგივე. ხოდა ისა. ამბობენ კაცის ხელით მომზადებული სხვა არისო და მოგეძდა ჩემი ამბო. მე ვიხილ სამნიშნულობა. აქ როგორ კაცსაც ცოდნა რა გასტანჯებ თუ ისოფელია. ცეცხლიანი თუ თამაში დაიწყო. აბა წავიდა ჩაშუშული. მეგობრებო. დღეს არის 30 დეკემბერი და ვაგრძელებთ ჩვენს გემრიელობების სერიას. ალბათო, ეს ახლა ეს შუაში და ეყოფა? არა, დერე ეყოფ, ესე გაჭერი კიდე ესე. ძალიან წვრილად უნდა გაჭრა. ხო, არ გახსოვს ოსტში როგორი წვრილი ნაჭრებია ხოლმე? აი ერთს გაჩვენებს ახლა მასტერკლასს. ოსტრის ხორცი, ეგეთი წვრილი ხორცია. კაცო, ეს უგაქრება ხავშვის დროს. არა, ჭრის სად არის ჩვენი ის დიდი დანა ახლა? შე რო იყიდე, რა ერქვა? ბერლონგი. ბერლონგის დანები ჩვენი. აი, ესეც კაი ყოფილი. აი, მიხდი? გაკვეთილი. მოდი თუ გინდა მე ხალხს ან რამეს დავიჭრე. არა? მე მოიხარშება კაი დრო. არ გინდა რომ შეგეწილო გაკეთებაში, რომელიც თქვა რომ მარტო შენ გააკეთე, ხო? მე გავაკეთე და შენ დაივალო. მე მithქვია ჩემი დანარჩენი. მე ვაკეთე და მე რა ვარც გენებოს. აბა ნახე ახლა ეს და სუპერმარკეტის სახმარია ნახევა. ოი, რა უკენ ეს უცებ. გავლეს. რა კაი სალესი ქონია. ველი კომუნისტური ენაცაა. მამა პაპული. მე მანამდე ახლა ესე რომ არ მოვიწყინო ანანასში ვჭო. დაჭრილი ხორცი მოვხარშოთ. სანამ არ დარბილდება. დენი ხალხია 1 კილოს უნდა 2 დიდი თავი. მასე. ესე დავიწყო. არა. ჩვენ 2 კილო ხორცი გვაქვს, ხო? ანუ 4 თავი ხახვი. 4 დიდი თავი. 4 დიდი თავი ხახვი. საშუალო იქნება 8. დავჭრათ წვრილად თუ საშუალოდ? წვრილად. კარგად წვრილად. კაი. ой, кай წვრილად ესე იგი. ხო, სინჯაო, ხო? ანუ ხორცი უკვე თითქმის თუ ჯერაკლია. და კაი სუნია. დაფნაში რო ჩაიშუშება კიდე უნდა. დაფნა როდის უნდა დაამატო? ან ხორცი უნდა მოხარშო დაფნის ფოთოლთან ერთად? ხო? ხორცს ხარშავთ დაფნის ფოთოლთან ერთად. რამდენი დაფნის ფოთოლი? ერთი ეყოფა? თუ ბევრი? ერთი არა, დაახლოებით 1.5 საათი მაგაში 1 კილოს უნდა 2-3 1 კილო ხორცს 2-3 საათი დაფნის ფოთოლი. არა, ჯერ უნდა ჯერ კიდე. კაი. დიდი ხარშია. მოვენა.
აი თოჩაგი. გამოვიგო ესა. მაგრამ მაგდროულად დიაბა. მე მიხორებს. აბა რა შვებით რა მოძრაობებია? ხდება ბულიონს ვასხავთ სხვა ქვაფში. ამაში ხლებს ხახო მოიშო. ეხლა უნდა მოვშუშოთ, ხო? ხახთან ერთად ხორცი როგორ წვდები? აუშელი ჭერქი. რა, ზეთი? ეხლა რა მაგირო გაცხელდება მე ჩავდე. ზეთი უნდა გაცხელდეს, მერე უნდა ჩავაგდოთ კარაქი, ხორცი და ხახვი, ხო? ვაყოლო ხახვი. აი. ჩაყარე ახლა. ჯერ ხახვი თუ ჯერ ხორცი ჩაყარე და დავაყარე ხორცი. მე ვისწავლე, ვერა. ეგ მარტო დედებში უგდნი. თავის ცოტა. აგერები ხო. აბა რა გამოვტოვე? მე დაგტოვეთ, როცა ხორცს და ხავს შუშავდით და ეხლა როგორც ხედავ ტომატი დაგიმატებიათ. ტომატიანი წყალი ხო? არა, მარტო ტომატი ჯერ. უბრალოდ შემოდი. ერთი კოვზი? ერთი კოვზი ტომატი დავამატეთ. ჩაუშვი წყალი. ოღონდ კაი ხანი შუშავთ, მეგობრებო. ბესულ არ ჩაასხადე, ცოტა ჩაასხი ჯერ, არ გაგიცხელდეს. ვამატებ ჩაასხი ცოტა. თავისივე ბულიონს. ცოტას და ეხლა ეგრებს შუშავთ. მიგონი აღარ ცოტა ისმეთ, დავამატოთ. ეს მოურთქდება. წვენი დავამატოთ. კი, მგონი ძალიან ისარ არის. ხო, აი კაი დავამატე მე. ცოტა ის უნდა იყოს. არა მთლიანია რა. არა მთლიანი გაგიცხელებს ძალიან არა. სოუზებით იქნება. კაი სუნია. მლაშა ხამი ერთის ნახე ხორცი რომ მივხვდეთ დოღება ბევრი უნდა თუ ცოტა აჰა მაგაზე არ ეწება გასინჯოზე დოღება ბევრი უნდა არა ის კაია ცოტა ხამი ეს რო გაჩერდება ახლა ბილია ხორცი აი მე გავიყინე ხორცი არის მაგრამ ბილია აქ რა ხდება აქ რა ხდება გენაცვალება 3-4 ღერი ოხრახუში 5-6 კინძი ოხრახუში 5-6 ღერი კინძი დაჭერი ნიორი კაი ახლა კინძი ოხრახუში მარილი ნიორი აი ეგრეც ვიცოდი რაღაცას მატყუებდა იმიტომ კითხე ოხრახუში ცოტა ცოტა ის ოხრახუში არის ყოველდღე ოხრახუში დავჭერით იქ არინაკი აი ეს არის ოხრახუში კიდევ შეცდომაში შეგიყვანეთ მეგობრებო კინძი მარილი ნიორი და წიწაკა და ხორცის სუნელი და ხორცის სუნელი რომელია ხორცის სუნელი ხმელი კინძი უცხოსინელი სუნელი ყვითელი ყვავილი და აჰა ხმელი კინძი თუ მაგალითად ხორცის სუნელი ესე არ გაქვთ შეგიძლიათ ჩაყაროთ ხმელი სუნელი უცხოსუნელი და ყვითელი ყვავილი ხმელი მოსწორად ნოისა უცხოსუნელი ხმელი კინძი უცხოსინელი ხმელი სუნელი მეცა ხმელი კინძი უცხოსუნელი კაი თავიდან ხმელი კინძი უცხოსუნელი და ყვითელი ყვავილი ასევე ყვავილს უკეთებ ყოველთვის მე ხორცს ყველანაირ მართლა ყვითელ ყვავილს და წიწაკა რა თქმა უნდა გემოვნებით რადგანაც ოსტრი ქვია ამიტომ წიწაკა უნდა რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ეს ვისაც როგორ უყვარს რა იმას არ აქვს მარილარ ვიქნი არა ხო და აქეთ უკვე ცალკე ოხრახუშიც დავჭრათ და ეს ალბათ ბოლოს უკვე კამა არ უნდა ხო და მორჩება ესეც ბოლო
შტრიხები, დაუმატეთ მწვანილი და უგემრიელესი სურნელიც გავუშვა და შესახედავადაც ნამდვილი ოსტრია. უпростоრად ჩაშუშვილი ქართულად, ხო? მოპეცანამ მე თქვენთვის ვიდეოს ვამონტაჟებ მარიტა და ფატი ამასობაში ძალიან გემრიელ მედოქს აკეთებენ. როცა ვერ გადაწყვიტე როგორი მედოქი გააკეთე, შოკოლადით თუ შოკოლადის გარეშე. ესე იგი დედა ხვალისთვის ამზადებს სალათებს. მამა და მამა რაც დარჩა ნაცვლისგან ნაცვლისი რაღაცა მოისენებს ვებოჩილებს ამჯერად დედა მუშაობს მარტო ეგეც ხდება ხანდახან ესეც ხდება აბა რას აკეთებ რას ვაკეთებ და ქართლის სალათს მაგრამ შოკოლადს გაკეთებ? მაიონეზებს და რაღაცებს ჯერ არ უკეთებ, უბრალოდ ვიწყებ რეცეპტი აქაუნტია. ხალ გავაგრძელებ, დღეს არ ვასრულებ. ძლივს გამოვედით დღისით, სასეირნოთ. სულ საღამოობით გამოვდივართ ხოლმე უკვე რომ ბნელა და ხა ცოტა ადრე გამოვედით. მაგრამ ხო, ეხლა უცებ დაღამდება, აი, ნაძვის ხე მოჩანს იქ. იქ, უკვე აუნთიათ. ხები რა ლამაზია ნახე დათოვლილი აი ესეთი ლამაზი პეიზაჟი იშლება ჩვენს წინ